დავალობის არჩევა მაცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ მეტროს დაკეთის შემდეგ მთელი ვარკეთიდან ვაზისუბანი გადაჭდა 319 ავტობუსი, რომელიც ვარდის მოედნამდე კარგი მარშრუტი, თუმცა არ არის საკმარისი და საჭიროებს მარშრუტების დამკვიდრებას. გარდა ამისა, არის ძალიან ცივი პირობები ამ სავალდებულო ტაქსში და რომ ვითხართ, იგეგმებოდა მარშრუტების გაზრდა და ვიხილოთ. და ესე როგორც სამგორის მიმართულებით მეტრო ვარკეთილიდან არის დამატებული დროებითი მარშრუტები, რომლებიც აი ამ პროექტის გამო არის დანიშნული. ანუ დავაზუსტებ ხარ კითხოს, რომ მეტი ავტობუსი. ხო, ნუ მეტი არ ვიცი, ხა ერთ ადამიანზე ერთი ავტობუსი ან ერთი მიკროავტობუსი ვერ გამოიყოფა. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით ავტობუსით და მიკროავტობუსით რა საშუალებაც იყო, რომ მომხდარიყო დივერსიფიცირება, ესვის რომ მეტროსადგური დაკეტილია, თუ საჭიროა დამატებითი ავტობუსების და მიკროავტობუსების დამატება, აქ არის სატრანსპორტო კომპანია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები გაივლიან აღნიშნულ საკითხს და მოხდება დამატება. თუმცა რამდენიმე დღეში უკვე მეტროც გაიხსნება და ის დისკომფორტი რაც იყო, ხა ცხადია, ხო, ვერანაირი ავტობუსი და მიკროავტობუსი ვერ შეცვლის მეტროს ფუნქციონირებას. შესაბამისად, ეს დისკომფორტი იყო, რისთვისაც კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოუხადო მოსახლეობას, თუმცა სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. ხედავთ რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ბატონო 45 წლის შემდეგ, ხო, როდესაც დასრულდება სამუშაოები და გაიხსნება მეტროსადგური, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ მგზავრები უსაფრთხო შეძლებენ გადაადგილებას, მას შემდეგ, როდესაც პარალელურად სამუშაოები გადააკეთებს. ხო, სამუშაოები იმ დროს არ იქნება წარმოებული, როდესაც მგზავრებს მოემსახურება, მეტროს სამუშაოები ძირითადად წარიმართება მას შემდეგ, რაც მეტროს მუშაობა იქნება დასრულებული. ჩვენ ასევე მუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს მეტროს სადგურით 1 საათით ადრე დახურვა და 1 საათით გვიან გახსნა იმისთვის, რომ სამუშაო პროცესი იყოს გახანგრძლივებული და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შესაბამისი სამუშაოების დამთავრება. შაშანო გადასწრებული იყო ეს მეტროსადგური გადაკონტრაქტში 1 წლით გაუხანგრძლივეს ვადა. შემოდგომაზე უნდა დასრულებული იყო ბოლო ვადა ასევე. ხელშეკრულებას გაგრძელებული დაახლოებით ამ პერიოდში და 5 წლის ბოლომდე სამუშაო. დაუგრძელდება თუ არა კიდევ რამდენიმე წუთი გადაკონტრაქტის პროცესი. სამუშაოების გადავადებას რაც შეეხება, რაც მოახდინეთ, ძალიან ბევრჯერ ავხსენი, თუ რის გამო იყო ეს ყველაფერი გამოწვეული. ხედავთ თუ რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს, თვითონ პროექტს რაც შეეხება, როგორც საუბრის დასაწყისში აღნიშნე, წლის ბოლოსთვის მთლიანად დამთავრებული იქნება სამუშაოები. კომპანიას რაც შეეხება, რაც გადაწყვეტეთ, რომ კომპანიას სტენდობს და არა უცხოური კომპანია. როგორ? რომელსაც ჰქონდა გამოცდილება, სხვა კომპანია უცხოური კომპანიებს, რომელსაც ჰქონდა გამოცდილება მეტროში მუშაობის და სხვა მეტროსადგურებთან მუშაობის, რატომ არა ანდერძ უცხოურ კომპანიებს და რატომ გადაწყვეტეთ, რომ ისეთ კომპანიისთვის მიგებთ ეს რეაბილიტაცია სამუშაოები, რომელსაც გამოცდილება აქამდე არ ჰქონდა? კი, ჩვენ მქონდა გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, შესაბამისად არ მოიძებნა საქართველოში ექსპერტები, ვინც ანალოგიური მიმართულებით იმუშავებს, სამშენებლო კომპანიებს რაც შეეხება, სამშენებლო კომპანიები ბევრია, ხო, ვინც სამუშაოებს შეასრულებს. აქ თავარი არის პროექტი, თავარი არის დაექსპერტიზება, რომ სწორად იყოს ყველაფერი. რატომ გართულდა და რატო გაგრძელდა ამდენი ხნის განმავლობაში, ხო? არსებული გვირაბის მთლიანი სკანირება იქნა უცხოელი სპეციალისტების მხრიდან და სამხარაულის ეროვნულ ბიუროსგან მოთხოვნილი, რომელიც გაკეთდა და გამოიკვეთა, რომ თახს აქვს პრობლემები, შესაბამისად მოგვიწია მეტროს დროებით გაჩერება, მგზავრებს დღეს არ ემსახურება მეტროსადგური იმისთვის, რომ არსებული თაღის გამაგრება მოხდეს შესაბამისი ხსნარებით დაჭირვნა განხორციელდეს და როგორც გითხარით, აგვისტოს ბოლოს იქნება დამთავრებული.